მოგესალმებით, დღევანდელ ვიდეოში ვისაუბრებთ match-სა და many-ზე, ასევე განვიხილავთ a lot გამოყენების წესებს. სანამ უშუალოდ გადავალ გაკვეთილის ახსნაზე, მინდა გითხრათ, რომ მარტი იქნება ექსპერიმენტებისთვის, ესე იგი, ავტვირთავ ხოლმე ვიდეოებს ორშაბათობით გრამატიკისას და ხუთშაბათობით ავტვირთავ ლექსიკას, იმიტომ რომ ძალიან ბევრმა თქვენგანმა ითხოვა, რომ ლექსიკის ვიდეოებიც ამეტვირთა, ვიღებ ამ თხოვნას და ასე ვთქვათ შეკვეთას და თუ გაამართლებს და თუ ბევრი ნახვა ექნება ვიდეოებს, ასევე თუ დიდი გამოხმაურება ექნება თქვენი მხრიდან, აუცილებლად გამოგრძელებ ამ ფორმატით. ეხლა არ გავიწყოთ გამოწერა, ჩემი თუ ჯერ კიდევ არ გამოგწერიათ ჩემი არხი, დაალაიქეთ ვიდეო და დავიწყოთ. პირველ რიგში მინდა რომ განვიხილოთ 4 მაგალითი ამ ჩვენი 4 სიტყვით, რომელიც დღეს უნდა, ასე ვთქვათ, სიღრმისეულად ვისწავლოთ. I have many books. I don't have much time. She has a lot of friends. We eat a lot. როგორც ხედავთ, წინადებებში გვაქვს many, much, a lot of, a lot. მოდი ახლა ცოტა ხანს ეს წინადებები დავტოვოთ ისე როგორც არიან და განვიხილოთ ნაბიჯ-ნაბიჯ და მოგვიანებით ვიდეოს ბოლოსკენ მე ისევ დავუბრუნდები ამ 4 წინადებას და ერთად გავარკვევთ რატომ ვიყენებ თითოეულ წინადებაში იმას, რასაც ვიყენებ. მოდი დავიწყოთ many-ში. Many ნიშნავს ბევრს და გამოიყენება თვლად სახელებთან. თუ ჯერ კიდევ არ იცით რა არის თვლადი და უთვლადი, აუცილებელია რომ ამაში გავარკვიოთ. მე მაქვს ერთი ვიდეო ჩაწერილი თვლადსა და უთვლადებზე, თვლად და უთვლად არსებით სახელებზე. შეგიძლიათ რომ დაბრუნდეთ წინა ვიდეოებია და აუცილებლად ჩავლინკავ ვიდეოს აღწერაში. შეგიძლიათ მიუბრუნდეთ ამას და დაინახოთ რა განსხვავება თვლებსა და უთვლადებს შორის უფრო სიღრმისეულად. მე ამ ვიდეოში რა თქმა უნდა ცოტას ვილაპარაკებ თვლებსა და უთვლადებზეც, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია match-სა და many-ს გასაგებად. ესე იგი, თვლადი არის ისეთი სახელები, რომელიც ითვლება ძალიან მარტივად. ანუ ვიტყვი 1 სკამი, 2 სკამი, 3 წიგნი და ასე შემდეგ. ესენი არიან თვლადები. უთვლადები არიან მაგალითად წყალი, არ ვამბობ 1 წყალი, ფული, არ ვამბობ 1 ფული და ასე შემდეგ. ესე იგი, many გამოიყენება თვლებთან. და აუცილებელია, რომ ეს სახელი, რომელიც ბევრია, იყოს მრავლობით რიცხვში. მაგალითად, უნდა ვთქვა many books, many friends, many chairs და ასე შემდეგ. მაგალითად, there are many apples in the basket. Many apples, ბევრი ვაშლი, როგორც ხედავთ, apples მრავლობითშია და არა მხოლობითში. In the basket არის კალათში, ანუ ეს წინადება ითარგმნება როგორც კალათში ბევრი ვაშლია. ესე იგი, many apples. მეორე წინადებაც ვნახოთ, he has many questions. Questions არის შეკითხვები, question არის შეკითხვა, ანუ many questions იქნებოდა ბევრი შეკითხვა. ანუ მას აქვს ბევრი შეკითხვა. ხედავთ, many apples, many questions. და მოდი კიდევ ერთ წინადებას შევხედოთ. She has many money. ეს არ იქნებოდა სწორი და რატომ? money არის უთვლადი და კიდევ ერთი სტრუქტურულად და ფორმალურად რომ ვუყურებ, რა შეცდომა შეიძლება ვიპოვო. many როდესაც გვაქვს, მას არსებითი ყოველთვის მოყვება მრავლობითში. ანუ არ იქნებოდა many money, უნდა ყოფილიყო many moneys. money რომ ყოფილიყო თვლადი, მაგრამ არ არის თვლადი, შესაბამისად არ აქვს მრავლობითი და ამიტომაც იქნებოდა much money და many money არ იქნებოდა სწორი. ეს შეცდომაა. მოდი ახლა შევხედოთ წინადებებსაც, კითხვებს, რომელშიც შეიძლება რომ შევხვდეს many. How many books do you have? How many books do you have? რამდენი წიგნი გაქვს? An, are there many students in your class? Are there many students in your class? შენს კლასში ბევრი ბავშვია? დავაკვირდეთ კიდევ ერთხელ. How many books? How many არის შეკითხვა, როდესაც შეკითხვას ვსვამ რამდენი თვლადი, ვამბობ how many books, how many apples, how many friends და ასე შემდეგ. გადავიდეთ match-ზე. match ასევე ნიშნავს ბევრს, მაგრამ გამოიყენება ხოლმე უთვლად სახელებთან. უთვლადი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არის ისეთი სახელი, რომელიც არ ითვლება. ინგლისურში არსებითი სახელი იყოფა 2 ჯგუფად, თვლადად და უთვლადად. ანუ ნებისმიერი არსებითი სახელი რაც არსებობს, ამ 2 კატეგორიაში მიდის. Much არის უთვლადების ბევრი. მაგალითად ვიტყოდი much water, ბევრი წყალი, ვიტყოდი much coffee, ბევრი ყავა, much money, ბევრი ფული და ასე შემდეგ.
თვლა-დებისა და უთვლა-დების კარგად გასაგებად ვიმეორებ, რომ ვლინკავ ჩემს ძველ ვიდეოს თვლა-დებსა და უთვლა-დებზე და შეგიძლიათ, რომ კარგად გადაავლოთ კიდევ ერთხელ თვალით, ჯერ კიდევ არ გიყურებიათ ჩემი ძველი ვიდეოებისთვის. გარდა ამისა, შევხედოთ ახლა წინაადებებს და გავივკვიოთ პატარა წესშიც. I don't have much time. Time ასევე არის დრო, არის უთვლადი, ანუ ნიშნავს მე არა მაქვს ბევრი დრო. რამდენადაც time არის უთვლადი, იქნებოდა much, მაგრამ როდესაც much-ი მაქვს წინაადებაში, ნაკლებად გამოიყენება ხოლმე დადების წინაადებაში. ანუ უფრო ამბობენ native speaker-ები, ასე ვთქვათ, ამერიკელები, ბრიტანელები და ვისთვისაც ინგლისური ენა მშობლიური ენა, much თხრობით, ანუ დადების წინაადებაში. ძირითადად იტყვიან, რომ არა აქვთ ბევრი რაღაცა. ანუ რა გამოიყენება იმ შემთხვევაში თუ ბევრი რაღაცა აქვს და ეს უთვლადია, მოგვიანებით გეტყვით. ესე იგი, I don't have much time, არ მაქვს ბევრი დრო, ან there is not much water in the bottle. არ არის ბევრი წყალი ბოთლში. Much water, much money. შევხედოთ კიდევ ერთ წინაადებას. She has much friends. მას ყავს ბევრი მეგობარი. დავაკვირდეთ much friends. თუ მაქვს much friends, უკვე ეს ნიშნავს, რომ ავტომატურად შეცდომა თუნდაც ვერ ვერკვევდა თვალებსა და უთვლადებში და რატომ? Friends არის მრავლობითი, ამიტომაც much მრავლობით ფორმაში ვერასოდეს ვერ შეეწყობა არსებით რაღაც, ანუ უნდა იყოს much money. ესი როგორც კი აქვს ახლა, ეს უკვე ვეღარ იქნება much, ეს ვიცოდეთ. და რა თქმა უნდა, გადავხედოთ კითხვებს. How much sugar do you need? How much sugar do you need? რამდენი შაქარი გჭირდება? Sugar შაქარია, ნივთიერებადი სახელი, ამიტომაც უთვლადია, ამიტომაც მექნებოდა how much sugar? რამდენი შაქარი. გავიხსენოთ, გქონდა how many books, how many friends, მაგრამ sugar-თან უკვე იქნებოდა რამდენი უთვლადია how much. გადავიდეთ მეორე წინაადებაზე. Is there much milk in the fridge? Is there much milk in the fridge? Milk, რძე, სითხეა, ამიტომაც დიდი ალბათობით უთვლადია და გვექნებოდა არის ბევრი რძე მაცივარში. კიდევ ერთხელ მივაქციოთ ყურადღება, რომ much-ი გამოიყენება ხოლმე უარყოფით წინაადებებში და კითხვებში. მოდი ახლა შევამოწმოთ, რამდენად კარგად გავიგეთ much და many. შევხედოთ წინაადებებს და მივხვდეთ, რომელია სწორი. We have much apples, თუ we have many apples. და სწორი პასუხია B. We have many apples. გადავიდეთ a lot of-ზე. ჩვენ უკვე ვთქვით, რომ many არის თვლა-დებთან, much არის უთვლა-დებთან. რასთან არის a lot of? და a lot of არის ყველაფერთან, თვლა-დებთანაც, უთვლა-დებთანაც. შესაბამისად, სიტყვები მასთან მოხვდებიან როგორც მხოლობით, ასევე მრავლობით რიცხვში. და მოდი შევხედოთ რამდენიმე მაგალითს. მაგალითად, I have a lot of friends. A lot of friends. და ეს რას ნიშნავს? Friends მეგობრები, a lot of ბევრი. რამდენადაც friend არის თვლადი, იქნებოდა მრავლობით რიცხვში. ანუ უნდა იყოს a lot of friends. ანუ ეს წესი უცვლელად რჩება. თუ მაქვს თვლადი, a lot of გამოიყენება, მაგრამ სახელი აუცილებლად უნდა იყოს მრავლობით რიცხვში. შემდეგი. She drinks a lot of water. A lot of water. Water არის წყალი, a lot of water, ბევრი წყალი. ანუ ისვამს ბევრ წყალს. წყალი უთვლადია, ამიტომაც მხოლობით რიცხვში შეეწყობოდა a lot of-ს. და they eat a lot of vegetables. They eat a lot of vegetables. Vegetables მრავლობით რიცხვშია და როგორც ხედავთ, შეეწყობა ისევ a lot of. ანუ ბევრი. აქ მინდა კიდევ ერთ რამეს გავუსვათ ხაზი. როდესაც ვიყენებ a lot of-ს, ძირითადად ეს წინაადებები არის ხოლმე მტკიცებითში, ანუ თხრობითში. ესე იგი, ჩვენ წეხლა ვთქვით პატარა წესი, რომ much-ს გამოვიყენებთ ხოლმე ძირითადად უარყოფით წინაადებებში. თუ მინდა უთვლად საგანზე ვთქვა, რომ ბევრია და მინდა თხრობითი წინაადება, მაგალითად მივჭამ ბევრ შაქარს, ან მე ვუსვამ ბევრ ყავას. ამ შემთხვევაში არ გამოვიყენებ much-ს. ვიტყვი I drink a lot of coffee. I drink a lot of water. ანუ არ ვიტყვი I drink much water. არ ვიტყვი I drink much coffee. ჯობია რომ უარყოფითში ვთქვათ much-ი, მაგალითად I don't drink much coffee, მაგრამ მტკიცებითში ვიმეორებ ვთქვა
I drink a lot of coffee. და დადგათ რომ განვიხილოთ a lot. A lot ნიშნავს ბევრს. თუმცა შევხედოთ წინაადებას როგორ ვიყენებ. She studies a lot. ის მეცადინეობს ბევრს. We travel a lot in summer. ჩვენ მოგზაურობთ ბევრს ზაფხულში. როგორც ვხედავთ, a lot-ს არ მოყვება არსებითი სახელი ან ნებისმიერი რამე, რასაც ის განსაზღვრავს. არამედ a lot-ს მოყვება ზმნას, ანუ ჯერ მაქვს ზმნა და მერე მაქვს a lot. ეს ნიშნავს ბევრს ან ძალიან ბევრს. მაგალითად, თუ ვიტყოდი I eat a lot, ნიშნავს რომ ბევრს ვჭამ. და ძირითადად წინადების ბოლოშია ხოლმე. მეორე წინადებაში თუ შევხედავთ in summer, in summer-ის წინ არის. ამ შემთხვევაში in summer სხვა წინადების წევრია და შეგვიძლია ერთ მოვას შოროთ წინადებიდან. ანუ შემიძლია თქვა we travel a lot და როდის ეს უკვე შემიძლია მოვაბა. მაგრამ a lot მოყვება ზმნას. ის უნდა დავიმახსოვროთ ძალიან კარგად. არ ვიტყოდი I have a lot money. უნდა თქვა I have a lot of money, მაგრამ თუ მინდა გამოვიყენო a lot, ამ შემთხვევაში ვიტყოდი I earn a lot. მე გამოვიმუშავებ ბევრს. კიდევ ერთხელ შევხედოთ ამ წინაადებას. ესე იგი ვიტყოდი I have a lot of money, მე მაქვს ბევრი ფული, ან შემეძლო მე თქვა I earn a lot. ესე იგი, რომ შევაჯამოთ, a lot-ს არ მოყვება არსებითი სახელი. ის მოყვება თვითონ ზმნას. მოდი შევამოწმოთ რამდენად კარგად გავიგეთ. He reads a lot of books. To he reads a lot books. რომელი იქნებოდა სწორი? და სწორი პასუხია, რა თქმა უნდა, A. He reads a lot of books. მოდი გავაკეთოთ პატარა კონსპექტი. Many გამოიყენება თვლად სახელებთან. ნებისმიერი ფორმის წინაადებაში ეს იქნება კითხვითი, უარყოფითი თუ დადებითი ან მტკიცებითი. სახელი აუცილებლად უნდა მოყვებოდეს მრავლობით რიცხვში. Many books, many friends. Much გამოიყენება უთვლებებთან და გამოიყენება ძირითადად კითხვით და უარყოფით წინაადებებში. რაც შეეხება a lot of-ს, a lot of გამოიყენება თვლებებთანაც, უთვლებებთანაც. სახელები შეიძლება იყვნენ მხოლობით ან მრავლობით რიცხვში, არ აქვს მნიშვნელობა, ოღონდ დავაკვირდეთ, რომ თუ თვლადია, მაშინ აუცილებლად a lot of-თან უნდა იყოს მრავლობით რიცხვში. და a lot of-იანი წინაადებები არის ხოლმე ძირითადად დადებითი წინაადებები. და გადავიდეთ a lot-ზე, a lot-ს არ მოყვება არანაირი არსებითი სახელი, ის ნიშნავს ბევრს ან ძალიან ბევრს და მოყვება ხოლმე ზმნას. მაგალითად I travel a lot. იმისათვის რომ შევამოწმოთ რამდენად კარგად გავიგეთ დღევანდელი გაკვეთილი, მოდი გავაკეთოთ პატარა კვიზი, რომელსაც დაგიტოვებთ და გადაამოწმეთ თქვენი გაგება, მე კი ვიდეოს ბოლოს შევხვდებით. იმედი მაქვს, რომ ყველა სწორი პასუხი გაეცით, იმედი მაქვს, რომ ძალიან კარგად გაირკვიეთ, თუ რა ხდება მემისთან, მაჩთან, a lot of-თან და a lot-თან და მოდი ახლა გადავხედოთ იმ წინაადებებს, რომელიც ჩვენ უკვე გავიარეთ ვიდეოს დასაწყისში. I have many books. I don't have much time. She has a lot of friends. We eat a lot. შევხედოთ პირველ წინაადებას I have many books. როგორც ხედავთ, books არის თვლადი და ამიტომაც many იქნებოდა მასთან. მრავლობითში, იმიტომ რომ many books იქნებოდა და არა many book. შევხედოთ მეორე წინაადებას I don't have much time. Time არის უთვლადი, ამიტომაც ბევრი გამოიყენება არა many, არამედ much, ანუ much time და რამდენადაც much გამოიყენება ხოლმე ძირითადად უარყოფით წინაადებებში, გვაქვს ეს წინაადება I don't have much time. She has a lot of friends. Friends არის თვლადი და მრავლობითშია და შეგვიძლია a lot of ჩავსვათ, აქ ასევე შეგვიძლია რა თქმა უნდა many-ს ჩაგვესვა. და we eat a lot, როგორც უკვე გავერკვიეთ, a lot არ მოყვება არსებითი, a lot მოყვება ხოლმე ზმნას. იმედი მაქვს, რომ ეს ვიდეო გამოგადგათ. მოდი დავიწერეთ კომენტარებში რა გაქვთ ბევრი, თვლადი და რა გაქვთ
ცოტა ან რა არ გაქვთ ბევრი უცვლადი. და აუცილებლად გავასწორებ თქვენს კომენტარებს, თან შევამოწმოთ რამდენად კარგად გავიგეთ დღევანდელი გაკვეთილი. გემშვიდობებით, შევხვდებით ხუთშაბათს უკვე ლექსიკით. ძალიან დიდი მადლობა. არ დაგავიწყდეთ კიდევ ერთხელ გამოწერა, თუ ჯერ კიდევ არ გამოგიწერიათ ჩემი არხი და შევხვდებით ძალიან მალე. Bye bye.